მე როგორც დედა თუ ვიცი რომ შენ აქ კისერს წაიმტრევ, მე უნდა მიგიშვა თუ რაღაცნაირად გაგაფრთხილო თუ რა გავაკეთო, რავი, თუ არაფერ თქვა? არ ვიცი. ბავშვი ეხა შენი ბავშვი არის და უნდა უთხრა რაღაც, კი, რაღაც ფორმით შეგიძლია უთხრა რომ გააფრთხილოსავით, მაგრამ თუ წაიმტრევს კისერს და რაღაც ადგება და მეორეჯერ აღარ იწევს ეგეთ რაღაცას, ლოგიკური არის, ხო? ჯობია რომ რაღაც შეცდომაზე ისწავლოს, ვიდრე მერე ცხოვრებაში შეხვდეს და არ იცოდეს რა უნდა ქნას მაგ ყველაფერზე, ხო ხვდები? ძალიან ძნელი არ არის რომ შენ ზუსტად იცი რომ ეს ეხა კისერს იმტრევს და შენ მოთმინებით უყურებ? ხო, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირი ცხოვრებას გავდივართ. ცუდი მშობელი, ანუ მე ვიცი რომ იღუპება და მე ვდგავარ იმისთვის რომ ეხა ხო და შენ თუ ეხა იმაზე იფიქრე რომ ეხა მე ცუდი მშობელი ვარ და ვინ ჩემზე რას იფიქრებს, აი ხო ხვდები? სხვები ჩემზე რას იფიქრებენ, ძალიან ზედმეტი არის, ანუ რატო, ანუ მაგაზე რატომ უნდა იფიქრო საერთოდ? შენ თავთან კი შეიძლება რაღაც ის გქონდეს კითხვა რომ აი ეხა ცუდი მშობელი ხო არ ვარ რომ აი ჩემ შულს ესე ვუშვებ და ისერი წაიმტრევს ამ ერთხელ და ვნახოთ ისწავლის თუ არა ყველაფერზე, ხო ხვდები? მაგრამ რეალურად მაგ ყველაფერს რომ ზემოდან შეხედო ანუ ვუშვებთ ადამიანებს შეცდომას და მაგ შეცდომაზე ვსწავლობთ, ხო ეგრე არის, ანუ